ტრამპთან დაპირისპირება ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც საკმაოდ ძვირი ჯდება. განსაკუთრებით მათთვის, ვინც პრეზიდენტის განკარგულების შესრულებაზე აცხადებს ვარს. ასეთები კი შეერთებულ შტატებში ბოლო 2 თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გამოჩნდა. არცაა გასაკვირი, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით მოწამლული გლობალისტები ამერიკაში ხომ მრავლად არიან. დემოკრატიული პარტიის წევრებით დაწყებული, ლიბერალი მოსამართლეებით გაგრძელებული და LGBT თემის ღირსეული წარმომადგენლებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებითა და ტრანსგენდერებით დასრულებული. აი ამ უკანასკნელთა ინტერესების დაცვას მიიჩნევენ თავის მთავარ მისიად დემოკრატებიც და ამერიკულ სასამართლოებში ჩაბუდებული რევანშისტი მოსამართლეებიც. დღე არ გავა 20 იანვრის, ანუ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომ რომელიმე შტატის რომელიმე მოსამართლემ ტრამპის რომელიმე განკარგულება არ დაბლოკოს. განსაკუთრებით ტრანსგენდერების უფლებებს არიან გადაფარებული. ვერ აიტანეს ამერიკელმა ფსევდოლიბერალებმა, რომ ამერიკულ ჯარში კაბიანი და პომადიანი მამრები ვეღარ იმსახურებენ. ასევე ვერ აიტანეს, რომ არასრულწლოვნებს სქესის მომწიფების ბლოკატორებს ვეღარ დაუნიშნავენ. პატარა გოგონებს ტესტოსტერონს ვეღარ შეუშხაპუნებენ, მკერდს ვეღარ მოკვეთენ და ზოგადად ვეღარ დაასახიჩრებენ. მხოლოდ ორი სქესის, ქალისა და მამაკაცის არსებობას ხომ საერთოდ ვერ ეგუებიან. მაგრამ ყველაზე მეტად ეს გაუკუღმართებული აზროვნების ადამიანები იმან აღაშფოთა, რომ ვითომ ქალებად გადაკეთებულ კუნთმაგარ მამაკაცებს ქალთა სპორტული სახეობების განადგურების და მითვისების უფლებას აღარ აძლევენ. ქალთა სპორტის და ქალი სპორტსმენების გადარჩენა იმ ტრანსებისაგან, რომლებმაც კაცების სპორტში ვერაფერს მიაღწიეს და ქალების მედლების მოპარვა მოინდომეს, ტრამპის ერთ-ერთი პირველი განკარგულება იყო. კუნთმაგარი კაცები ქალებთან ერთად რინგზე, სარბენ ბილიკზე თუ მოედანზე იმდენად არანორმალური მოვლენაა, რომ თითქოს ყველა სახადმოაზროვნე ადამიანი ამის წინააღმდეგი უნდა იყოს. მაგრამ თურმე ყველაფერი პირიქითაა. ყველაზე დიდ დაპირისპირებას სწორედ ტრანსების ქალების სპორტში ყოფნა არ ყოფნის საკითხი იწვევს. როგორც გახსოვთ, საქმე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებამდეც კი მივიდა. კერძოდ რამდენიმე კვირის წინ ტრამპსა და მეინის შტატის გუბერნატორ ჯენეტ მილს შორის შედგა მწვავე შელაპარაკება. ცნობისთვის ჯენეტ მილსი დემოკრატი გუბერნატორია და როგორც ჩანს თავის პოლიტიკურ მოვალეობად მიიჩნევს ტრამპთან დაპირისპირებას. დემოკრატებში ასეთი საქციელი აშკარად დადებითად ფასდება. მილსმა კონფლიქტის საბაბად სწორედ ტრანსები და ქალთა სპორტი შეარჩია. მოკლედ 1,300,000-იანი შტატის გუბერნატორმა გადაწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკური ომი გამოუცხადოს. LGBT ადამიანების უფლებები ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრამპი და ქალთა სპორტიო განაცხადა მილსმა და პომადიან მამრებს უთხრა, შეგიძლიათ ქალთა სპორტის და ქალების მედლების მითვისება შვიდად განაგრძოთ. ბუნებრივია ტრამპის რეაქციამაც არ დააყოვნა და პატარა აგრარული შტატი სასოფლო-სამეურნეო დაფინანსების გარეშე დარჩა. ფედერალური დაფინანსების წლიური $30 მილიონი მეინის შტატისთვის. ძალიან სერიოზული დანაკლისია. მაგრამ როგორც ჩანს, სხვაგვარად ლიბერალს გუბერნატორს ვერაფრით გააგებინეს, რომ ბუნებაში არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. ამიტომ პომადიან მამრებს არაფერი ესაქმებათ ქალთა სპორტში. იმედია ამის შემდეგ ქალბატონი გუბერნატორი ყველაფერს შესანიშნავად გაიგებს, მაგრამ თუ მაინც არ გაეხსნა აზროვნების უნარი, ფედერალური დაფინანსების კიდევ უამრავი მიმართულება არსებობს, რომლითაც მეინის გუბერნატორს ლიბერალურ აზროვნებას უბრალოდ გაუნიავებენ. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და LGBT ლობისტებს შორის დაპირისპირება მზარდი დინამიკით მიმდინარეობს. ფსევდოლიბერალი დემოკრატები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდილობენ ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკა როგორმე შეაფერხონ და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებენ. მათი ღიად დაუმორჩილებლობა ვლინდება როგორც კანონმდებლობით, ასევე პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯებით, რაც ქვეყანაში გაცხადებულ პოლიტიკას კატეგორიულად უპირისპირდება. მათ შორის თუ გავითვალისწინებთ ქალთა სპორტში ბიოლოგიური მამაკაცების მონაწილეობის აკრძალვის საკითხს. გახსოვთ ალბათ ერთი თვის წინ შტატების 47 პრეზიდენტმა ტრანსგენდერებს ქალ სპორტსმენებთან ასპარეზობა აღმასრულებელი ბრძანებით ოფიციალურად აუკრძალა.
ბრძანება ითვალისწინებს მითითებებს, რეგულაციებსა და სამართლებრივ ინტერპრეტაციებს და ის განათლების დეპარტამენტს ავალდებულებს გამოიძიოს თუ რამდენად სრულდება აღნიშნული ბრძანება უმაღლეს სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში. ტრამპის ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა ტრანსგენდერი სპორტსმენები არ შეეჯიბრონ ქალებს საერთაშორისო ოლიმპიურ თამაშებზე ან სხვა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რომელიც შტატების მიწაზე ჩატარდება. რადიკალურმა მემარცხენეებმა გააჩაღეს სრულმასშტაბიანი კამპანია, რათა ბიოლოგიური სქესის ცნება გააქრონ და იგი მებრძოლი ტრანსგენდერული იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ამ აღმასრულებელი ბრძანებით ქალთა სპორტის წინააღმდეგ ომი დასრულებულია. ტრანსგენდერებთან დაკავშირებული შეხლა-შემოხლა და შელაპარაკება შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კაბინეტებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. LGBT პროპაგანდისტები და ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვისკენ და ჯანმრთელი კაცობრიობის დაცვისკენაა მიმართული. ქვეყანაში გაცხადებულ პოლიტიკას ქალთა სპორტში ტრანსგენდერების მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მეინის შტატის გუბერნატორმა ჯენეტ მილსმა გაუწია. ერთი თვის წინ თეთრ სახლში ტრამპსა და მილს შორის სერიოზული დაპირისპირება გაიმართა. იმის გამო, რომ დემოკრატმა გუბერნატორმა უარი თქვა ტრანსგენდერებისთვის ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვაზე. ტრამპმა მაშინ განუმარტა მილს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფედერალურ დაფინანსებას დაემშვიდობებოდა. გუბერნატორი კი ქვეყნის 47 პრეზიდენტს პირდაპირ დაემუქრა, რომ ამ საკითხის განხილვა სასამართლოში გაგრძელდებოდა. რატომ არ ასრულებთ ჩემს განკარგულებას? მე ვემორჩილები სახელმწიფო და ფედერალურ კანონებს. ფედერალური კანონი ჩვენ თავად ვართ და თუ ჩემს გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებით, ვერანაირ ფედერალურ დაფინანსებას ვერ მიიღებთ. სასამართლოში შევხვდებით. კი ბატონო, შევხვდებით. მე დიდი ინტერესით ველოდები მას. როგორც აღმოჩნდა, ტრამპი დანაპირების შესრულებას მაშინვე შეუდგა. ამ დაპირისპირებიდან ზუსტად ერთ დღეში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო იმის შესამოწმებლად, არ ღვევდა თუ არა მეინის უნივერსიტეტი ფედერალურ კანონს, რომელიც სქესზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას კრძალავს. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტი იკვლევდა თუ როგორ აძლევდა უნივერსიტეტი ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში მონაწილეობის უფლებას და არსებობდა თუ არა ამაში სქესის მიხედვით დისკრიმინაცია. სულ რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მეინის უნივერსიტეტს კვლევებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილი წლიური 30 მილიონი დოლარი შეუჩერა. როგორც ჩანს, გუბერნატორ ჯენეტ მილსის დაუმორჩილებლობა და ტრანსპორტსმენების სადარაჯოზე გამოსვლა მეინის შტატისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. ელექტრონული წერილის მიხედვით, რომელიც მეინის უნივერსიტეტმა მიიღო, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა გადახდა შეჩერებულიყო, სანამ დეპარტამენტი შეაფასებს, უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე შემდგომი ქმედება უნივერსიტეტში სამოქალაქო უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. მეინის უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ შეიტყო, რომ მისი დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან დროებით შეჩერებულია. ელექტრონული წერილი, რომელიც უნივერსიტეტს დეპარტამენტის მთავარი ფინანსური დირექტორის ოფისიდან გადმოეგზავნა, შეიცავს მითითებას სააგენტოებისთვის და სამინისტროს კადრების განყოფილებისთვის, რომლებიც გასცემენ გრანტებს, რომ მათ დროებით აღარ გაუწიონ რაიმე სახის ფინანსური დახმარება უნივერსიტეტს. ბუნებრივია 1.3 შტატისთვის აგრარულ სექტორზე ასეთი დარტყმა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსების შეჩერება, რომელიც მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა ფერმერებისთვის დახმარება და სხვადასხვა კვლევა, შესაძლოა სერიოზული შედეგები ჰქონდეს მეინის აგრარულ სექტორზე. ეს შტატი დიდწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ასე რომ პროგრამებზე დაფინანსების შეწყვეტამ შეიძლება შეაფერხოს ფერმერებისა და სხვა აგროინდუსტრიების ეფექტური ფუნქციონირება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზარალად აისახება შტატის სოფლის მეურნეობაზე და მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ბიზნესებზე. ამ ამბის მიუხედავად ფსევდოლიბერალური სპექტრი მაინც განაგრძობს ტრამპის კრიტიკას და თავსმოხვეული გარყვნილების, ქალთა სპორტულ სახეობებში განწესების დაკანონების მცდელობას.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის დირექტორი მოლი კურენ როულსი ქვეყნის 47 პრეზიდენტს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება არღვევს დემოკრატიის ძირითადი ძალაუფლების გაზიარების სტრუქტურებს. პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება აიძულოს შტატები მიიღონ მისი პირადი პოლიტიკის პრეფერენციები. დღევანდელი ქმედებები ყველა სინდისის მქონე ადამიანმა უნდა დაგმოს, ვინც კი ამერიკული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულია. ფაქტია, ეს LGBT NGO სექტორი და გარყვნილების გამავრცელებლები ყოველთვის შეეცდებიან ქვეყანაში ოდითგანვე გაბატონებული მავნებლური პრაქტიკა წინა პლანზე წამოწიონ და ყველა გზით დაარღვიონ ჯანსაღი საზოგადოებრივი ნორმები, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის კულტურულ და სოციალურ სტაბილურობას. თუმცა ამ შემთხვევაში ტრანსგენდერი სპორტსმენების სადარაჯოზე გამოსული გუბერნატორის და მსგავსი ლობისტების დაუმორჩილებლობა ახლა მეინის შტატს ძვირად უჯდება. ტრამპი რომ დანაპირებს ყოველთვის ასრულებს, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება. მეინის გუბერნატორს ხომ შეუსრულა დანაპირები. ასევე შეუსრულა პენსილვანიის უნივერსიტეტს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 175 მილიონი დოლარის ფედერალური დაფინანსება შეუჭირა. მიზეზი ისევ ტრანსგენდერი სპორტსმენები და მათი ქალთა სპორტში მონაწილეობის თემა გახდა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი უტიფრად არღვევდა ტრამპის აკრძალვას და აიძულებდა სპორტსმენ ქალებს მამაკაცებთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა სპორტულ ასპარეზობებში. 175 მილიონი დოლარი სერიოზული არგუმენტია იმისთვის, რომ ყველა ფსევდოლიბერალური ორგანიზაცია ამერიკაში კარგად დაფიქრდეს მანამ, სანამ ტრამპის განკარგულების იგნორირებას გადაწყვეტს. მით უმეტეს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ხელში კიდევ უამრავი ასეთი 175 მილიონია. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. მუქარები და დაპირებები ბოლო 2 თვის განმავლობაში უამრავი იყო, მაგრამ სიტყვის კაცი ჯერჯერობით მხოლოდ ტრამპი აღმოჩნდა. შემთხვევითი არაა, რომ მისი ყველა პოსტი სოციალურ ქსელში სრულდება ერთი და იგივე სლოგანით: დაპირებები გაცემულია, დაპირებები შესრულებულია. დროებით.